ვარ დემეტრე ვერძაძე 11 წლის. სწავლობ ბათუმის 22-ე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. 5 წლიდან მინდოდა ფეხბურთზე შესვლა და სულ ვეხვეწებოდი დედაჩემს და მამაჩემს. 1 წელს უკან მე და ჩემი ძმა ერთად შეგვიყვანეს ვესტ ჯორჯიაში. ვესტ ჯორჯიაში ვთამაშობ 1 წელი. ჩემი ძმაც ფეხბურთელია, მაგრამ მე უფრო კარგად ვთამაშობ. ჩემი წვრთნელია ლუკა დიასამიძე. ის არის დამრიგებული ბრაზილიანი და სამართლიანი. ადრე ვიყავი ცენტრალური წვრთნელი, ახლა ვარ კარგი მეკარე. მაქვს კარგი რეაქცია და კარგი ნახტვა. ბევრჯერ გადამირჩენია ჩემი გუნდი აშკარა გოლისგან. ყველაზე კარგად გამოდის ჯარიმების აღება. შედარებით მიჭის ახლო პასების გაკეთება. გუნდში ყველაზე კარგად შეთამაშებული ვარ თაზო ბახტაძესთან. მე გადაწყვეტილი მაქვს რომ ვითამაშო დიდი ფეხბურთი. ჩემი საფეხბურთო კარიერა ასეთი წარმომიდგენია. თამაში დავიწყო ვესტ ჯორჯიაში, შემდეგ გადავარ დინამო ბათუმში, შემდეგ დინამო თბილისში, შემდეგ ნაპოლში, შემდეგ კი ბარსელონაში. ჩემი ხელფასი თვეში იქნება 500,000 ევრო. ბევრი ფული მომექნება დავეხმარებით გაჭირვებულებს. პირადად ჩემთვის ვიყიდი თვითმფრინავს და ვიმოგზაურებ ყველა ქვეყანაში. სამოგზაუროდ პირველ რიგში წავალ ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში. მქონდა რამდენიმე შეჯიბრება და ყველაზე მეტად დამამახსოვრდა მეორე გუნდთან მატჩი. იმიტომ დამამახსოვრდა, რომ იქ 2 პენალი ავიღე და 1 თავისუფალი დაარტყა. შენიანი თუ მოგცემს პასს და ხელში თუ აიღებ თავისუფალი დაწყმა ინიშნება. ყველა კარში დგება და ურწყავენ მოწინააღმდეგეები. გაათამაშეს და მე ავიღე ფეხით. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის ლიონელ მესი, ხოლო გუნდი ბარსელონა. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვითამაშებდი პირველი ნომრით. თუ ფეხბურთელი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ მეზღვაური. ბევრი ფული მომექნება იახტასაც ვიყიდი. ამ იახტას დავარქმევ დემეტრეს ვარსკვლავს. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ნახულობ ჩემ კლასელებს და ძალიან კარგი მასწავლებელი მყავს. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის ია ბეჟანიძე, რადგან ის არის დამრიგებული და ბედნიერი. ბედნიერი იმიტომ მგონია, რომ ჩვენ ხელში სულ კარგ ხასიათზეა. ახლა მინდა ვიყო 18 წლის, რადგან ვითამაშებდი დიდ ფეხბურთს. დარწმუნებული ვარ, მაგ ასაკში გამომიძახებენ საქართველოს ნაკრებში. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია, ძმა და და. კიდე მინდა მყავდეს ერთი და. ჩემი და არის 7 წლის და ქვია ანა. ის არის ბრაზილიანი, პრანჭია, კეთილი და წკვიანი. ჩემი და რო გაიზრდება გამოვა მაკიაჟერი. ძმა არის 9 წლის და ქვია ლუკა. ლუკა არის მავნე, მოუსვენე და ცოტათი წკვიანი. ის ალბათ გამოვა ტაქსის მძღოლი. საყვარელი არ მყავს, იმიტომ რომ ჩემი შესაფერის გოგო არ შემოხვედრია. ჩემ ძმას ყავს, მაგრამ მალავს. ცოლსო მოვიყვან ვიქნები 30 წლის. შვილებს დავარქმევ ნიკას, გიორგის და ანას. ჯეროსნული ჯოხი რომ მქონდეს, ჩემ მშობლებს უკვდავებს გავხდით. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია ბოლო მოდელის კომპიუტერი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში? მაგალითად, მე კოსმოსში გავფრინდებოდი დედაჩემთან ერთად. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის განძის კუნძული. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ჩემ ცხოვრებაზე. თუ როგორ გავხდეთ დიდი და წარმატებული ფეხბურთელი. ბედნიერება არის ნაკრებში თამაში, მეგობრებთან გართობა და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.